გახსენებათ გაზაფხულის დადგომა, მზის სხივების აქტივობის მატება, დაკავშირებულია სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავებასთან. ერთ-ერთი ესეთი დაავადება გახლავთ ყველასთვის ცნობილი როზაცია, რომელიც სეზონურად განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში მწვავდება. როზაცია ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ძირითადად აზიანებს სახის ცენტრალურ ნაწილს, ლოყები, შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, რომელსაც ახასიათებს როგორც გამწვავების ფაზები, ასევე რემისიის ფაზები. როზაციის გამომწვევის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მის განვითარებაში რამოდენიმე ფაქტორის გამოყოფა შესაძლებელია. ეს არის სისხლძარღვოვანი დარღვევები, როზაციის მქონე პირებს სახის კანზე აღენიშნება სისხლძარღვების რეაქტიულობის მატება, რაც საერთო ჯამში იწვევს სისხლძარღვების გაფართოებასა და საერთო ჯამში სიწითლეს. შემდგომი ფაქტორი ეს არის კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, როზაციის მქონე პირებს აღენიშნებათ ეპიდერმისის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, რაც გამოიხატება გრძნობელობის მომატებით გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. ასევე შეიძლება გამოიყოს მიკროორგანიზმი, მაგალითად დემოდექსი, რომელიც კანის ნორმალური ფლორის ნაწილია, თუმცა როზაციის მქონე პირებში აღინიშნება მისი მომატებული რაოდენობა, რაც ანთებითი პროცესის განვითარებაში მონაწილეობს. გარეგანი ფაქტორები: მზის ულტრაისფერი გამოსხივება, მზეზე ხანგრძლივად ყოფნა იწვევს როზაციის გამწვავებას, ტემპერატურული ცვლილებები, ცივი და ცხელი გარემო, ალკოჰოლი, სტრესი, ასევე ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ვაზოდილატატორები და ადგილობრივი სტეროიდები. რაც შეეხება მიმდინარეობას, დაავადება შეიძლება პროგრესირდეს სტადიების მიხედვით. პრეროზაცია, ეგრეთ წოდებული, გვევლინება ეპიზოდური სიწითლის სახეზე და მგრძნობელობის მომატება გამღიზიანებლის მიმართ. შემდგომი სტადია ეს არის სახის ინტენსიური სიწითლე სახის ცენტრალურ ნაწილში და გამოხატული კაპილარული ქსელი, ტელეანგიექტაზიები. პაპულოპუსტულოზური როზაცია ეს გახლავთ ინტენსიური სიწითლის ფონზე მცირე ზომის მკვრივი გამონაყარი პაპულებისა და პუსტულების სახით. ფიმატოზური როზაცია დაკავშირებულია კანის გასქელებასთან და გამონაყართან, ძირითადად გვევლინება ცხვირზე, ანუ რინოფიმა, რომელიც მამაკაცებში უმეტესად გამოხატულია. ოკულარული როზაცია, რომელიც იწვევს თვალების დაზიანებას, ქუთუთუების წვას, ქავილს, შეშუპებას. როზაციის მართვა კომპლექსურია და მოიცავს უპირველეს ყოვლისა მზისგან დამცავი საშუალებების აქტიურად გამოყენებას, კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ექსტრემალური ტემპერატურული ცვლილებების შეზღუდვას, ცხელი და ცხარე საკვების, ალკოჰოლის მოწევის შეზღუდვას, სტრესის მართვას, არაკომედოგენური კოსმეტიკის გამოყენებას. უნდა გვახსოვდეს, რომ როზაცია ეს არის ქრონიკული დაავადება, თუმცა მისი მართვა ნამდვილად შესაძლებელია, რისთვისაც საჭიროა პერიოდული ვიზიტი დერმატოლოგთან.